სალამ კალამი გამარჯობა. მეგობრებო, გავუშვით თუ შეიძლება აი ეს რადიო თავისუფლების რაღაცა დებილობა გავუშვით. რადიო სვაბოდა. აშშ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ქართული ოცნების მთავრობის მეთაურს ესაუბრა. თუმცა ნიუსში ამათა უწერიათ რომ დღეს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ანუ ნიუსში უწერიათ სიმართლე. ნიუსში არ უწერიათ ეგ პირდაპირ თარგმანი არის სახლებს როგორც უწერიათ. და შესაბამისად ჭრალებშია ჩასმული. მე ამათ შევადგინე დედა ამის გამო და ტაკი მასხარებია სწორედ თუ ტაკი მასხრები. მასხარები ალბათ. ტაკი მასხარები, ხო? შენ შეაგინე, მე სიძვის დიაცები ვეძახე. ხო, მე დედა შევაგინე. შერაკელი. მე დაგეთანხმეთ ორივეს. ხო, ანუ უკვე სასაცილოც აღარ არის ეს არის ეს მონობის ყველაზე დიდი მასშტაბი, რომელიც ესე მარტივად შეგიძლია დააკვირდე, იღადაო, მოდევილები რა. მოსაკითხია კონგრესი რაში ხარჯავს აი ამ ტაკი მასხრობაში? ხო, კონგრესი აღარ აფინანსებს. ევროპა რაში ხარჯავს? ევროპის რედაქცია აფინანსებს. სიგარია. კი ბატონო. თორე ტრამპმა ხო დაუკეტა. ანუ რუბიომ დაურეკა და ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე. და განსაკუთრებული არაფერი არ არის, როცა ერთი ქვეყნის ხელმძღვანელი მეორე ქვეყნის ხელმძღვანელს урეკავს. ანუ საგარეო საქმეთა მინისტრი урეკავს ჩვენს პრემიერს. რადიო სვაბოდა ხო აწყობილი არის თავიდან ბოლომდე აი ამერიკული ესტაბლიშმენტი და ამერიკული ჰიმნზე ლოცვა და ამბავი. ამერიკული სახლდეპის ოფიციალურ საიტზე, ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არ so-called საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არ ჯორჯიან პრაიმ მინისტერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ესენი ბიჭო მაინც სულიან. და მე ნახე გამოხმაურებები. და როგორია იცი, ბაბლო, არატეხოთ პანიკა, გაჩერდით ყველაფერი კარგად არის. ანუ რა ცოტა უნდა აი ამ იდიოტების რაღაცა სამყაროს ჭარბი რეალობის ჩამოშლას. მე ვნახე ხატია დეკანოიძის სტატუსი, რომელიც წერდა, რომ ამ თემის ტირაჟირებას ხელი არ შეუწყოთო, იმიტომ რომ რუბიომ რო დაურეკავ ისეთი ცივი ტონის განცხადება იკითხებოდაო სახლდეპის განცხადებაშიო რომ დასატუქსად დარეკაო რუბიომო და ჩვენ ხელი არ შეუწყოთო ამის გავრცელებას. ეგ ალბათ თუ დასატუქსად დადეკა და თუ ცუდი ამბავი პირიქით ხელი ხო უნდა შეუწყო ამათ დეკანოიძე. დეკანოიძე მან არის ნაცებს აქვთ სპეციალური დეპარტამენტის ტრიქონებს შორის მკითხველთა კომისია და დეპარტამენტი რომლებიც ლევან ბერძენიშვილის თამადობით რომლებიც ხო თუ რაც არ არის დაფარული, იმასაც გამოაშკარო. ეს არის დეტექტიურ რომანტიკული საზოგადოება, ანალიტიკა, დეტექტიურ რომანტიკული ტრიქონებს შორის მკითხველთა ფეხბურთის თემა, რომელსაც ჩემ მეგობარი ბაჩო წარადგენს, იმიტომ რომ მე სამწუხაროდ ცნობილი ფეხბურთელი და ფეხბურთთან მიახლოებული. ფეხბურთთან მიახლოებული. ფეხბურთელთან მიახლოებული ადამიანი. გავუშვით თუ შეიძლება. ჩეოდიშა. მოგესალმებათ ჩვენმა ნაკრებმა, ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა ლიეტუა, რაც აღმოჩნდა მეასე საიუბილეო გამარჯვება ჩვენი ნაკრებისთვის და აი ამ გამარჯვების პოსტერით გამოეხმაურა სეტანტაკი მოგესალმებათ სპორტული არხი არის. ნუ ხედავთ ხო, ანუ არიან ბევრი დამსახურებული ქართულ ფეხბურთის სახეები, უბრალოდ აქ ბევრი დანაკლისი არის. მაგალითად არ არის კახა კალაძე. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი. მაგალითად არ არის პრეზიდენტი მიხეილ იაშვილი. აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ყობი არის? ყობიაშვილის კუთხეში როგორღაც გაიქცა. ყობი ესე იგი. მაგალითად არ არის შენ ნახმიერ ნახსენები საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი წარსულში მანჩესტერ სიტის სველი მიხეილ ყაველაშვილი. არ არის ყაველაშვილი. არ არის ხიზანიშვილი. ანუ ყველა ვინც დარასელი არის. ვინც ქართულ ოცნებასთან არა კაცო, ეს არის თანამედროვე ნაკრები. როგორ არის კაცო? დამოუკიდებლობის პერიოდიდან ნაკრები არის. ყიფიანი. იმიტომ რომ პირველი მწვრთნელი იყო ნაკრების. ვინც კი დამოუკიდებელ საქართველოში ნაკრებთან შემხებლობაში იყო ის ხალხია. გავიგე. მაგით არის მარტო ჩივიძე და ყიფიანი ძველი თაობიდან. შალო ბორის კალაძე ეძებდა. კალაძე არ ჩასვლა. საქართველოს ნაკრების უახლესი დიდი დებილობა 30 წელი. მეც კი ვიცი ფეხბურთთან ასე აქვს. ნუ აქ კიდე ბევრი ვიღაც აკლია, რასაკვირველია, მაგრამ ის რო ანუ ხოცალსახა რანიშნით არის, ხო? ალბათ. რანიშნით არ არიან ჩასმულები ხოცალსახა. არა, კინკლაძე რო არ ყოფილიყო, უკვე მაგრამ აქ თემა არის რომ მე ველოდებოდი ბოლოს რომ მეთქი აი კალაძე უნდა ყოფილიყო. სადღაც ვეძებდი რომ მეთქი აი სააკაშვილის პენალტის ფოტოც ხო არ არის თქო რა ჩასმული რომ აი და რანიშნით და ალბათ ქართულ ოცნებასთან ხო რა აფილირებული. თქმა უნდა.
როგორ არ უნდა მოხდეს. არ უნდა მოხდეს, ხო? გამარჯვების პოსტერზე პოზიტივი როგორ მაგრამ წავიდესო მაშინ მე ამათ ბოდიში არველაძეები არიან. მე ამათ ადგილზე ბევრად რადიკალური ვიქნებოდი და ევროპის ჩემპიონატზე რომ ნაკრები გავიდი იმ შემადგენლობასაც, ვინც მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და იმასაც ამოვაყენე. სხვა შორის ამოვიებდი. თითქმის გამოდის რამდენი კაცი. კაიკუშია. მოიცა ხა ერთი წამი უნდა ჩავხედო. თელი განაცხადი რომ ეხლა ერთი წამი უნდა ჩავხედო. მე მგონი ქართულ ოცნების კლიპში ვინც იყვნენ ისინიც არ აყავთ. არა, იქნებენ მოიცა არა, კიტე არა, ხე უნდა ვნახო კიტე არის. იმიტომ კიტე სხვა კიდე კაი, კი, კიტე არის. კიტე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არის. საყრდენი არის. განმაგძოთ. ის არის ნაკრების პირდაპირ უშოვდა გათამაშობდა საყრდენი ხერხემალი. ვახ განმაგძოთ სახელი და ვარი დამაუწყდა. თემურ ალასანია გავუშვით რატუში. ის არის თქო უნდა მეკითხათ. ეს არის ვართ ამ ქვეყანაზე იმისთვის რომ მოვყოთ ჩვენი სიტყვა, ჩვენი ისტორია. და თუ ჩვენ არ შევხედავთ ამ ტკივილებს, თუ არ შევხედავთ იმ ავანტყოფობებს, როგორც კიდე დაუძახეთ, რომელიც ეს აქვს, მაშინ ჩვენ სცენისგან ვერასდროს ვერ განვიგვირებთ. იმიტომ რომ პირველი გამპორმა იწყება, კატარსისი იწყება იმით რომ ვაღიაროთ რაფშერს. რა არის პრობლემა? თუ შეიძლება ერთი წუთით აქ შეცდომა დაშვებული დიდი ბოდიში საზრაბოდ მოგონდეთ ის ფრაგმენტი ეს ადამიანი ალბათ ეს კაკი ლაპარაკობს თავს იმართლებს მის საზარელ სიტყვებზე როცა ჩვენ გვაგინა ყველასთან ის სიტყვები იმაზე გვიდევს რა ქვია ჩვენს სოციალში გვიდევს ის სიტყვები ეგრე ამოჭრილი მაგრამ მიშას ფარული ჩანაწერი თუ რაც არის ეს სასწრაფოდ მომეცი რაზე იმართლებს აი ყველამ რო ვიცი ძეპირა და ყველამ რო ვაგინეთ დედა მაგის გამო თელმა ერმა რო დედა აგინა ეგ სიტყვები გაუშვათ ანუ ტიპი რა შვება იცი არა ეს კაცი არა მან მნიშვნელოვანია მიშა რო ეთახო ყოველთვის აგრეება არა ეს ამბობს რომ ვითომ სანამ თავზე არ იმას იზაო მანამდე თქვა უდიდესმა პოეტმა წერეთელმა ხო მე ესე მახსოვს კი ბატონო აკაკ წერეთელმა თქვა მეგონი ეს არ მახსოვს შესაძლოა მე აკაკ წერეთელი მახსოვს ვერც უარყოფ ვერც დავადასტურა ფურთკის ღირსი ხარ შენ საქართველო შეიძლება ვცდები და თავი მოვიჭრა ხვალ მაგრამ ეგრე მახსოვს მე აბა ნახეთ კარგად დააფაქტ ჩეკე ილია ჭავჭავაძეს ეგ არ უთქვია ნებისმიერ შემთხვევაში ისეთ დონის ფიგურებზე მაქვს ლაპარაკი რომ აი მაგას ქონდა უფლება რომ ესე თქვა ეს ვინ არის თო ეს აერის სტრულიაში და სტრული აი ბიჭო ფარშელოუშენ ვიუ და რომ ძალზე და იმაზე რომ შვილიშვილზე რომ ბაზრობს რომ სახლი არ დამილაგესო აი ამიშიო რომ მოვიდნენ სტუმრად მაგრამ აქ თავარი ჩემთვის არის ის რომ ამდენ წლის შემდეგ რაც ის ავანტყოფიერის ჩანაწერი კვლავ დაადასტურა რომ იგივე აზრზე არის რომ ეს არის ავანტყოფიერი გავუშვით ბაშრამაც ჯერს უწევს ეგ აი ბიზნესები ჩვენი ექვები ეგეთი არის თავიდან აი ეს სილებს როგორიათ რომ ამათთან რაღაც დილს მია არა ეს არის ავანტყოფიერია რა ეს არის ამათ თანამარ დააჯვალ თავზე და სანამ დედას არ მოუთხნავ ვერ იგებენ ვერა ეგრე იყო ფაქტები მადლობთ გაგზელება რატო გააჩერე? არ იყო ამ თემაზე მე მგონი. არა, გააგზელებ. გააგზელო, კი ბატონო, ეს თუ თავში ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაზე გავხსნა. მოთხარ მე ქართველების. ქართველების დედა დიდი ბოდიში, კაცრავად. მე ეთქვა ქვეცნობიერად არ მინდოდა. შენი დედა, შენი ძალად ფილოსოფოსი. არა, ეხა უყურე, ეხა გაბრაზდი. და რაღაცა თქვის რომ ჩვენი ერის სული უნდა გვაშდეს სიმართლე უნდა უთხრათ ხალხს შენი სიმართლე და შენი ტყუილი კიდე რა ბანძი კაი გაუშვათ აბა ეხლა კიდე რა აგების აგენტი რომელიც მე გადაპორტირდა გახდა სხვა ქვეყნის ბაია პატარაია აი აგრეთვე აგენტი უმცროსი შვილებს 12 წელი შეუსრულდათ ახლა სულ რაღაცა ხო გუშ 2 დღის წინ აქამდე საერთოდ 11 წელს იყვნენ ეს ბავშვები ეს ცოტა მიშას იმას არ გავს. ხუბებია? ხო, არა. მოიცა 12 წელი თუ შევს მანამდე 11-ის იყვნენ? ხო და არ გავს იმას. შენ ამდენი ხარ 4. ბიჭო, მე მგონი ეს სერიოზული ფილოსოფიური დილემაა. რაღაცა თქვა მაგარი მიშა დებილო. გური რა გეხვეწები? რამდენი წლის ხარ? ხარ მახსოვს. 95-ის. რომელ წლიანი ხარ ეგრე თუ გახსოვს? 95-ის ვარ. ანუ შენ სექტემბერში ჯერ კიდე 34-ის იყავი? ბიჭო, კი. შალვა, სასწაული თუ გინდა. მე ეს არ ვიცოდი.
მოდი ახლა ჩვენ ვერც წარმოვიდგენდი ამაშენ 35-მდე 34-ზე კი. ახლა კაი კარდებს უშვებთ, ესეც გავუშვით. შენ მანამდე უნდა გენახე. გავუშვით. წავიდე. 2-3-იანი. წავიდე. მიშამ გუშინ გონება დაკარგა საკანში. დაცემისას მიიღო თავის და კიდურების დაზიანება. თავის და კიდურების დაზიანება ერთდროულად როგორ მიიღო? ანუ როგორ მოწყდა? დასჭირდა ესე დაიწყო. მადლობა. დაიწყო ახალი სერიალი? ბიჭო, ერთი წამი მარწარა შემოწმებინა რა, რეანიმაცია სწორად უწერია. რეანიმაცია ხო არ არის? რეანიმაციური, ნუ სწორად. ამის edit ისტორია შესამოწმებელი ამ პოსტის. ხო და არის იწყება ახალი სეზონი. მე რა მაინტერესებს? თავი და კიდურები ერთად როგორ დაარტყა? რა მშობა გიწყება მიშა სიკვდილიანობის ახალი სეზონი. თავი და კიდურები, ანუ კიდურებით ეცემი რომ თავი დაიზრიო. თუ ახალ სერიალს თუ ეძებდი რამეს ძმაო დაიჭირე აგერ ნანუ მევასებას სუეჟად შებერავს მიშა ახალ სეზონს თავისი გარდაცვალების ქრონიკის. აი მე ჩემი ფავორიტი აი კულმინაციური ეტაპი არის ხოლმე მიშა რო ხრწნის პროცესამდე მიდის და მე დაძლევს თავის თავს მოერევა. აი ბარონ მიუნჰაუზენის თემაა რა, თავის თავს რო ამოათრევს მე ორმოდან რა თმებით. და რაღაც აი დაახლოებით ეგ პერიოდი გვიწევს. შენ მეგობრებო ყავს ისეთი ცნობილი მიშამ დაამარცხა ყველა როგორც არის კეთი დევდარია. სერიოზული. მიზანთროპი. მე ძალიან ვიზიანდები, როცა ვინმე ამათგან ითხოვს ან ელოდება რა ვქნა, ბოდიში შენთან, შენც თუ ელოდებოდი, მაგრამ ამათგან სახელმწიფოებრიობას, ადამიანობას, სულგრძელობას, კულტურულობას, დილობას და სუეჟი ჩაის დილოაც iTunes მაჩურის. ხო, რო ითხოვენ, აი უკვე iTunes-ო თუ iTunes-ო ნუ ითხოვთ. ეს იგივეა, ახლა რაღაცა შახში მივიდა და ჩემ ძაღლს თხოვო, რომ რატომ არ რეჟიმი რო გვისაზღვრა რომანი ლაშა ბუღაძის. თორე მანამდე ყველა რომანი წაკითხულია გამის. ლაშა ბუღაძის. ლაშა ბუღაძის ყველა რომანი წაკითხულია. ბოლოსინა ძალიან მოეწონა. ბიჭო მე რას ვერ ხვდები, იცი, ქრონოლოგიურად 2012 წლის შემდეგ რო დავალაგოთ მოვლენები, მხოლოდ ამ დივერსანტული და რადიკალური ფრთის შედეგად იყო დაორგანიზებული ყოვლად არასახელმწიფოებრივი, ყოვლად უზრდელური, ყოვლად დივერსანტული კამპანიები. გახსოვს ალბათ ჯერ კიდე თავისუფალი ზონა რო აორგანიზებდა რაღაცა ვისია ყირიმი და რო დარბოდნენ და აბა იმაზე რა ხუილოზე რა გახსენებ ხალხს უვარდებოდნენ ქუჩებში ხვდებოდნენ და აგინებდნენ ერთი წუთი ხო რუს ქალს რომელიც ბავშვს ასე ირნებს რომ აგინებ იმას ესენი არ იყვნენ კაცო ხან რაღაცებს რო ასხავდნენ ხან დარბოდნენ და ხო გვიფურთხებდნენ იგინებოდნენ ბოლოს უკვე კლიმაქსის ფაზაში რო შევიდნენ პიროტექნიკა და მოლოტოვის კოქტეილები თორე მანამდე იყო არ ვიცი განუკითხავდა. ხო, აქ ამათი ეთერებიდან არის ყო რომ ჩაგიფსითო ამ გვინოშიო და პირდაპირ გინებები რო იყო კონკრეტულ ჯგუფებზე. ანუ მე არ მესმის პროსტა როგორ შეიძლება და აი ეხლა თუ არ ვთქვი მამარდაშვილი აქვს ხო ხარს რო წითელს აუქნევო და მე იტყვიო რომ ხარი რატო არ არის დემოკრატიული ეს შედარებაც არასწორია მე მოვიდე ხა შენთან ყველაფრის პროვოცირება გავაკეთო და უბრალოდ საკითხის აღწერა დავიწყო მხოლოდ მას შემდეგ რაც შენ რეაგირება გექნება. ოდის რეაგირებაც გააყალბო რა. ხო, რეაგირებაც გააყალბო. არა, მე არ მესმის რა, პროსტა ეხა ტიპები იყვნენ გავრილოვი რომ ბიჭო ყველაზე პირველი მოიცადე ბათუმში შემახსენეთ აბა ერთი პირველი არეულობა რო იყო თუ გახსოვთ პოლიციელი რო ამს რო კატეგორიული ტონით რო ხელი არ დაარტყათ და იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ტრაუმატული ნარატივები ხო როგორც დაშალეს აქციები 7 ნოემბერს და 26 მაისს და მე მახსოვს ბათუმში გადაწვეს GTA ითამაშეს გადაწვეს ქალაქი ამოაბრუნეს პოლიციის მანქანები და ყველაფრის და მიუხედავად ძალიან ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია საიდანაც შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრები არის ირაკლი ჭკვირკვია და ისინი წავიდნენ ნიკან არსია და ისინი წავიდნენ ნიკან არსია ზუსტად არ მახსოვს ხო ჭკვირკვია ხო ნუ რამშობა წავიდნენ იქ მე მახსოვს გავრილოვის კამში ჩაჯდაო და ამის გამო აყირავდნენ სახელმწიფოს უნდა მოვაწყოთ რევოლუცია იმიტომ რომ ღირსო ამაზე დიდი მანიპულაციაზე მოგახსენებ საშინელი ტყუილი თქვეს რომ შიმშილის გამო ბავშვმა თავი ჩამოირჩო. გახსოვთ ეს ამბავი? რაიონში. მიადგნენ ჭირის უფლებს
და გამოყარეს ჭირისუფლებმა ესე. და გადაღება და აღწერა ამის დაიწყეს იქიდან რომ გამოყარეს. ანუ იმათი აგრესია გადაიღეს მარტო. ესე რომ მივიდნენ და უტიფრად რაღაც კითხვებს სვავდნენ. ეგ არ გადაურიათ. და ისინი კიდე არ გახსოვს თვითონ როგორ კაპიტალიზირდებოდნენ ტრაგედიებზე. ნიკა გვარამია რო აკეთებდა ჯერ კიდე შაქარაშვილის ამბიდან დაწყებული შემდეგ თეატრი გამართა. ხო, ყოველ ტრაგიკულ მოვლენას მიაწერდა ხელისუფლებას. და ესენი ლაპარაკობენ გავრილოვი კაი რაღაცა გაიხსენა, იმიტომ რომ ტიპზე ატეხეს ერთი ამბავი ზუსტად იმ ხალხმა და მართლა ქვეყნის ჩამოქცევა გადაწყვიტა იმ ხალხმა, რომ ეს არისო თან სიმბოლური მნიშვნელოვანი ინტერაქცია დაირღვა ამით რომ სკამზე დაждომაო ეს ნიშნავდა რომ აქო ძმაო პირველი ისიჯდაო და როგორ შეიძლება რუსი მჯდარიყო და იგივე ხალხი მე მიდიოდა ბიჭო პარლამენტს წვავდა. ხო. ეგ მანდ აღარ იყო სახელმწიფო სიმბოლიკა მნიშვნელოვანი. 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავდა და არა ბიჭო მანდ როგორი პონტია იცი შენ შეიძლება რუბლები ჩაგერიცხოს მაგრამ შენ არ გაქვს უფლება რომ შენ არ ხარ ლეგიტიმური სპიკერი გამოავლინო რუსული საქმე. რუსული საქმის გამოვლენა იცის მარტო ოპოზიცია. თორე შენ რა იცის მაო მე რა ცხება რომ იქ ტანკს ვეღარ ყიდულობენ. ხო წადა უჩივლე. ლაშა ბუგაძე კიდევდნენ კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო ვიდეო. დიდი ბუღა. თულად კითხვა არ ნიშნავს კარგს. წერალმა უნდა იწვალოს, კითხველმა კი არა. ხო. წერალი რო წვალობს, შრომობს, მე ადულად იკითხება სირთულე. მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები არ არის, რომ წერლის სტილი ხასავით ხელში არ უნდა გაგეჭრა. რა თქმა უნდა. ვაუ რა მაგარი თქვა. ორი პროპაგანდა მოგიჭრის. დღევანდელ გადაცემას რას უზამენ წარმოიდგენთ. იცი რა? ესეც მეთოდია ეს ამოგჭრით. ცენზურა. და მე რომ ეხლა ამოგჭრიან და ამასაც უჭრიან და ამიტომ ამოჭრის შიშიც არ არსებობს. მაგრამ თქვენ გესმით ჩვენ ამაზე მაგრამ სერვიშში შევედით როგორი ცენზურის რეალური ცენზურის და თვინ ცენზურის ხო და არ გვინდა თვით ცენზურა რა ვიცი ახლა. გარდაუვალია სამწუხაროდ. სერვიშში ჩვენ ვარ ცენზურის პირობებში. კარგი თქარი. იცი რა არის მე არა გავთიშოთ რა კაი რა მაგარსაო იდიოტობა ამას ჩემთან სოფელში ეძახიან ჩრუჩუნს პრუტუნს ჩუკენის ვარ ამ მე ვამბობ და გააჩერებინა იმიტომ რომ უაზრობას ლაპარაკ რა ენაზე რომ მოგადგება ყველაფერი რომ ვილაპარაკოთ შალვა კეკელიები ხო არ ვარ გაიგე ქეთი დევდარიანი ამ ქეთი დევდარიანი შალვა კეკელიას ნეგატიური კონოტაციით მოიხსენიებს ეგ არის მაგარი ეს უფრო ეს სადღაც მწერალებზეა რა კაი მაგრამ ბიჭო ესენი თუ ცენზურას იწესებენ იმის შიშით რომ აიმე არ ამოგჭრანო და ესენი თუ არ ვიტყვი ხა მაქსიმუმს მაგრამ ეგეთ ჩასრულებიან რომ იმის ამოჭრის ეშინიათ ჩვენი რა ბრალია ეგ ნოდარ მელაძეს ავიწო მე მაინც მინდა რომ გიგა ლემონჯავა არ დავჩათ და ყოველთვის გავუშვათ გიგა ლემონჯავა ჩვენი ძმა გავუშვით გამარჯვების სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს, ეს რეჟიმი. ერთეგივე რატუაცია სულ. ეს რეჟიმი უნდა ჩამოემხოს, ეს რეჟიმი უნდა დაემხოს, არ ვიცი, რა რეგისტრის სიტყვას გამოვიყენებთ ეს ჩვენ გერმანებაზე დამოკიდებული. მე ყველაზე უფრო მაღალი რეგისტრი. გავაჩეროთ. ეხა ეგ რეგისტრები არ ვიცი რა, მაგაზე რომ დაიჭირეს. ბაჩო იცის ამან? რეჟიმი უნდა დაემხოსე. შენ გავთხილე რა მიწერე წერილი. SMS-ი მიწერე, შენი კლასი. ბიჭო ეს ნაჯდომია. კი, უნიტაზი. გაშოგზე არის დაიწყო. ეტყობა რომ პრაბეგია აბლება რა, სკოლის დროს. ბიჭო, ამან რო აგვაყირაოს, შენ გააკ არ შენ მოიჭრე. შენ ხოდი გააკ, ბაჩო, რომ მაგასთან. ჩვენ დაგვიცვა? აგილაგებთ. თავს თუ დაიცავს. რატო ძმაო, არ უანძღია და სულ ემიჯნება. მაგიტო ხოდისთვის ბაზრობს. ბაჩო ეს რომ ბრუტალურად მოვა ეს ტიპი გიგა ლემონჯავა მაღალი რეგისტრით რომ მოვა აი ამ რეგისტრით და რომ დაიწყებს განკითხვას ეს საშინელი დღე იგი განკითხვის ბიჭო წარმოდგენას ეს შეხედავს და კაი ჯანდაბას შენ მაინც ამაზე ესე იდა წამოკრავს რა ესე კაი მაინც შემიანი ხარ კაი ჯეც შენი მაგრამ ერთ ორს მაგარს აყვედურს გეტყვის რომ საჯექი არის მართალია რა ხო და არ დაგაუიწყდეს მაუსმები თაჟო ნატუნაში დათო თაჟუნაში რა უნდა ამუბედოს ამ ღვთისგლახას
ის არის ხო? იმაზე არ აქვს არაფერი. ამას შეუტია. პარაზიტირებენ. აბსოლუტურად ყველაფერზე, ანუ ეს რაღაცა გაუთავებელი ეს ისე მაგრა ილანძღებას. მაგარი მაწყევარი. შესანარჩუნებლად. უი, ერთი წამი. რა დროს დათო თაზუნაშვილია ერთი წამი. გავაჩეროთ. ერთი წამი ამის დანახვაზე TikTok-ი როა გადაღებული ის ენას როას ხმარტალებს ის გამახსენა. თქვენ თუ ნახეთ ტერორისტი. ეს რო გამოქვეყნა რომ ტიპი რო სერიული ტერორისტი არის. მანამდეც რო ტერორისტულ აქში იმას ქეს. მეორე მუხლი დაემატა მეორე. სასამართლოში შესულა დასაწვავად მანამდე. არ ვიცი რა უნდა გვენახა ჩაგვიგდეთ. ანუ ნინი ლინკი რა ხდება? ანუ ერისაშვილს მუხლი დაუძინდა ორგზის ტერორიზმში არის უკვე ხილებული. ანუ სერიული მკვლელი გამიგია, მაგრამ სერიული ტერორისტი რა ჩაიდინა კიდე? მანამდე ეს ბოლო ხო გახსოვთ ბოლო ტერორისტული აქ და მანამდე კიდე სასამართლოში შესულა ბენზინი დაუსხე წვავდა იქაურობას და გვაქვს შეშინე კი და გამოაქვეყნა პროკურატურა და ეს აღია რა თუ ვიდეო დაიდო გამოძიების შედეგად დადგინდა რომ ეგაა ეგეც მოიცა ერთი წუთი აი ჩააგდო ერთი წუთი ხა შევხედავ ანუ ტოპ თემა ალეკონიშვილი მე მგონი აქ ტერორიზმთან კი არ გვაქვს საქმე ეგ როდის არის გადაღება ალოკეა იმამდე რამდენი დღით? ვაგე 25-ს 4 მაისი. კარგი რა. და ჯოხით რომ მიდის თან. ნახე რა, ჩაბერილია ძმაო. სად მიდის? სასამართლო შენობა უნდა დაწვას. მთვრალი პირომანია? არა, მთვრალი ხურჯინს. პირომანი და ცეცხლის საერთოდ. არა, მთვრალი ხურჯინს. აი, ხავს და სადაც გზაცა იყოს. ეს ბიჭო საშიში. ეს აცადე. მომთვარე და რატო არ დაიჭირეს იმ მომენტში? ნიღბითაა და გამოძია მიდიოდა. ეხლა დადგინდა რომ ესაა. ჰეროსტრატე. ნუ აიც აცადე. ნახე იქ მია. და ვერ წვავს ხო ვერ? ვერ შედის. უი ეს საწყალი ამას რაღაცა ამის დასაწვავი თავიდან არ დაწვდა არა ბიჭო ეს რაღაც სხვა მდგომარეობა არის გონების ანუ ორგზის ტერორიზმში მხილე დაწვა ორგზის ტერორიზმში მხილება და თუ დაწვა რა ხდება ეს უკან აუმზიმდა ეხა მუხლი მაგას არა რო დაწვა თქო ის ხან მივიდა ალბათ როლა ჩააქეს მაგრამ ძმას რა ჩაბერილია ხვდები და ეს უნდა და ვიცე მე რა მოკლედ მე არ მგონია რომ რო გავშალოთ ეს საკითხი მე არ მგონია რომ აქ ეს რა თავარი მამოძრავებელი საკითხი იყოს ტერორიზმი ეს არის რაღაცა სექსუალური პერვერსია მე მგონი არა მე მგონი ცეცხლზე იხსნება არა მე მგონი მანდიკმა ყოფილებს და მეორე დეფიციტს ხო რა დავწვიდო ვერ დაწვავე არა და მეორე საკითხი ამას ეხლა ვინმე დამაჯერებს რომ რამე ფსიქიატრთა და ფსიქოლოგთა ჯგუფი არ ჭირდება და ფსიქორეაბილიტაცია და ვაფშე ჯერო გავიგოთ რას გვიპირებდა და რატო გვიპირებდა არა ჭირდება თასა ხო მაგრამ რა მაგრა დადის ჯოხი აი ეს ველზღაპრებში რომ ბოროტი პერსონაჟი არის რა ამით გემშტობებით მეგობრებო კარგად გზანდებოდეთ ცუდი კაცი აღმოჩნდა ელისაში როგორც გავუცრდო რატო გავიდა დავუცრად წავიდა იდა რა დაამატე არა ეხლა მინდა რა უცებ არ ველოდი დასასრულს საერთაშორისო ამბავი არ გითხოვს საერთაშორისო ამბავი ის არის რომ საქართველოს კავშირება საერთაშორისო ამბავი ის არის რომ იაპონიამ მაგის ჭიტია იმან უთხრა ერთი ხუთი იმდენის იმაში არის ხო სიღრმეში იაპონიას უთხრა რომ მათხოვე გემებიო ტრამპმა რომ ტორმუზის სრუტე გავწმინდო იმებისგან რამებისგან და მაგის ჭიტია იაპონია დაუჯეროს შეთო დაიწყე და მეც შემოგიერთდებიო უთხრა და აი დაგდებულ ხარ ყველაზე სასაცილო იყო ტრამპმა რო თქვა CIA-მ მომაწოდა ინფორმაცია რომ გეიაო ხო და ეგ არ მინახავს ვიზე თქვა მოჭდაბაზე ახალზე ახალი აია თუ აი ვორდინგით როგორ თქვა რა ვორდინგით თქვა გეიაო რა აი ის რო he's a homosexual თუ he's gay რა homosexual gay homosexual არის მაგაცო აღარ მახსოვს რა who likes to be fucked in the ass აი რა თქვა ამენა გეია ხო და რა თქვა ეგ მაინტერესებს რომელიღაცა თქვა აღარ მახსოვს მაგრამ ბიჭო ძალიან მაგარი იყო CIA-მ მომაწოდა ინფორმაცია ხო და გამწვარდა ხო ხო მაგრამ საგო ძალიან მაგარი მანდრა აი პროსტა ნუ მაგ ჰორმუზის სრუტეს რა დაარქვა მაგ ტორმუზის სრუტე ტრამპის სრუტე და კაი მეგობრებო ეგრე ტრამპის რა უჩეს ყველაფერი კარგად დაგა ჩვენი ვიდარდოთ ნამდვილად ყველაფერი ისე არის რა როგორც საჭირო ტრამპი რა გინდა ნუ თავის ქვეყნისთვის
აწუება ჯგრულად რა. უსწორებს. აბა კარგად დადებოდეთ ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ხვალ. ნახოთ. უმცროს